მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი დავით ბოტყოველი და დღეს წარმოგიდგენთ წყვილებზე მიმდინარე მდგომარეობას. სტანდარტულად დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც დაღმავალ ტრენდში მიმდინარეობს მოძრაობა. წყვილმა გაარღვია რამდენიმე წინაღობა, პირველ რიგში 1.1060 ნიშნული, შემდგომ უკვე გაარღვია არხის ქვედა საზღვარი, განთავსდა მის ქვეშ და ისევ დაიძრა ქვევით. ასევე გარღვეული არის პატარა არხის ქვედა საზღვარიც და შემდგომი მოძრაობები უკვე მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ესე ვთქვათ ენიჭება, რა თქმა უნდა, სელის მდგომარეობას და არა ბაის მდგომარეობას. ამ ეტაპისთვის ფაქტიურად ჩვენ ველით წყვილი მივა დაახლოებით 1.0768 ნიშნულამდე და შესაბამისად აქ იქნება ერთგვარი ორმაგი მდგომარეობა, თუ ბაზარმა ეს ნიშნული გადალახა ქვევით, რა თქმა უნდა, ველოდებით სელის კვლავ გაგრძელებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, მაშინ მოსალოდნელია მისგან ასხლეტა შემდგომი უკვე ბაის მდგომარეობით. რაც შეეხება ფუნტ სტერლინგი დოლართან მიმართებაში, დღეისათვის ფუნტ სტერლინგი წავიდა უკვე კორექციულ უკუსლაში, გაარღვია პატარა წინაღობა, ანუ პატარა მაქსიმუმი, შესაბამისად ველით ჯერჯერობით კორექციის დასრულებას, თუმცა ბაზარი მაინც იმყოფება დაღმავალ ძლიერ მოძრაობაში, ძლიერ ტრენდში და პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ენიჭება უკვე სელის მდგომარეობებს. შესაბამისად, ველით რომ ჯერ გამოერღვეს აღმავალი საკორექციო არხი, შემდგომ უკვე მოსალოდნელი არის, რომ გაირღვეს უკვე 1.38-35 ნიშნული. რაც შეეხება დოლარ შვეიცარულ ფრანკს, აქ ჯერჯერობით მოძრაობა მიმდინარეობს აღმავალ არხში, როგორც ვიცით, წყვილი გადასული იყო დიდ საკორექციო მოძრაობაში, სადაც დაფიქსირდა გრაფიკული მოდელი ABC და შემდგომ უკვე გაარღვია არხის ზედა საზღვარი და განავითარა აღმავალი სვლა. მისაღწევით დონეს ჯერჯერობით შვეიცარულ ფრანკს არ მიუღწევია, ეს არის 1.01 ნიშნული, ამ ეტაპისთვის განვითარებულია კვლავ აღმავალი მოძრაობა, ისევ დგას, ესე ვთქვათ, დოლარი შვეიცარული ფრანკის წყვილი ძლიერი წინაღობის, ამ შემთხვევაში მხარდაჭერის ზევით და მოსალოდნელია კვლავ განვითარდეს აღმავალი სვლა. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი გაარღვევს უკვე არხის ქვედა საზღვარს, მაშინ მოსალოდნელია უკვე დაღმავალი ტრენდის განვითარება. ავსტრალიურ დოლარს რაც შეეხება დოლართან მიმართებაში, აქ დაფიქსირდა გრაფიკული მოდელი ორმაგი სიმაღლე და გარღვეული არის მისი ქვედა საზღვარი. მთლიანი მოდელი შეადგენს დაახლოებით 110 პუნქტს. შესაბამისად, თუ ბაზარმა განავითარა დაღმავალი სვლა, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე თუ გადალახა არხის აღმავალი არხის ქვედა საზღვარი, მაშინ მოსალოდნელია, რომ წყვილმა მიაღწიოს დაახლოებით 1.0730 ნიშნულს. ხოლო ძლიერ წინაღობად, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ საზღვრად, ხარდაჭერის ზონად გვევლინება ამ შემთხვევაში 0.7 ნიშნული. და აქედან უკვე მოსალოდნელი არის უკვე ორმაგი მოძრაობები, ფაქტიურად თუ ვერ გაარღვია დაბრუნდება კვლავ არხის ქვედა საზღვრამდე, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ესეც მოხდეს, მაგრამ თუ გაარღვია ეს ზონა, მაშინ მოსალოდნელია 0.65 ნიშნულამდე სვლაც. რაც შეეხება დოლარი კანადური დოლარის წყვილს, აქ საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მუშაობა, რადგანაც უკვე გადალახული არის დიდი ტრენდ ლაინი და ამჟამად წყვილი იმყოფება ძლიერ მხარდაჭერის ზონასთან. ეს გაახლავთ 1.34-57, 1.34-60 ნიშნულები და აქაც თუ ბაზარმა აისხლიტა ამ ზონიდან, ველით უკვე აღმავალი სვლის განვითარებას, ოღონდ არაუმეტეს პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ტრენდ ლაინის საზღვრამდე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაარღვია ბაზარმა უკვე ეს ნიშნული, მაშინ ველოდებით ქვედა ტრენდ ლაინამდე სვლას, დაახლოებით 1.32-1.32-50 ნიშნულამდე. ხოლო რაც შეეხება დოლარ იაპონურ იენას, აქაც საინტერესოდ ვითარდება მოქმედება, რადგანაც ბაზარმა დააფიქსირა ორი აღმავალი მინიმუმი და მოსალოდნელია საკორექციო მოძრაობაში სვლა კვლავ და თუ ბაზარმა მიაღწია დაახლოებით 115 ნიშნულს, ეს გახლავთ უკვე არხის ზედა საზღვარი მწვანე, მაშინ უკვე დაფიქსირდება გრაფიკული მოდელი ABC, საიდანაც თან ემთხვევა, რა თქმა უნდა, დაღმავალი ფიბონაჩის 38.2%, საიდანაც უკვე ველით დაღმავალ სვლას და შემდგომი უკვე მინიმუმის გატანით. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.